მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო და მსმენელებო. დღეის ფორმატში გადაცემას წავიყვან მე გიორგი ტუმასიანი. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ ვცდილობთ ამ საავტორო გადაცემის ფორმატში დიალოგის რეჟიმში განვიხილოთ ქვეყანაში მიმდინარე აქტუალური საკითხების სიღრმისეულად და დღეს ამ მიზნისთვის მოვიწვიეთ ანტონ ვაჭარაძე, ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მეხსიერებისა და დეზინფორმაციის პროგრამის ხელმძღვანელი და ვფიქრობ ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის რომ დღეს გვაქვს ეს ამ ფორმატით მსჯელობა, იმიტომ რომ 25 თებერვალია საქართველოს ოკუპაციის 104 წლისთავი საბჭოთა კავშირის საბჭოთა რუსეთის მიერ და შესაბამისად ამ მეხსიერების კონტექსტში საუბარი დღევანდელ რეალობასა და იმ რეალობაზე, რომელიც ჩვენთვის ყველაზე მტკივნეულია, ძალიან აქტუალური. ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ანტონ, რომ დრო მონახეთ და მოგწონთ. დიდი მადლობა გიორგი, მადლობა თქვენ, რომ ინტერესდებით რა თქმა უნდა ამ თემებით და თემით რომელიც განსაკუთრებულ აქტუალობას ალბათ წელს იძენს, თუმცა სანამ დავიწყებდეთ ჩვენი ფიქრები, აზრები ალბათ გურიაში ჩარჩენილ ადამიანებთან არის და იმედი მაქვს, ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება, იმიტომ მართლაც საშინელ რაღაცებს ვკითხულობთ იქ ჩარჩენილი ქალების, ბავშვების და ზოგადად ყველა მოხუცების და ადამიანების ისტორიებს. მადლობა, დიახ, 104 წელი გადის, 25 თებერვალია, 25 თებერვალი, რა თქმა უნდა, არ არის როგორც ვიცით, საბოლოო ოკუპაციის თარიღი 1921 წლის, ამის შემდეგ ბრძოლები კიდევ დაახლოებით 20 დღე გაგრძელდა, სანამ უკვე მარტში მთლიანი საქართველო არ დაიკავეს ბოლშევიკებმა, თუმცა სიმბოლურია და სწორედ დღეს აღინიშნება რუსული საბჭოთა ოკუპაციის დღე, იმიტომ რომ თბილისის დაკარგვით პრაქტიკულად ეს განაჩენი იყო, რომ ასე ვთქვათ, შემდეგი გადაგეგმარება, ასე ვთქვათ, და უკან დახევა აღარ იქნებოდა ეფექტური, ამიტომ ეს არის თბილისის დაცემის დღე, როდესაც 11 წითელი არმია შემოვიდა თბილისში და მიუხედავად შემდეგ კიდევ კვლავ მრავალი გმირული ეპიზოდისა, რომელიც იყო იგივე უკან დახევის დროს და თუნდაც უკვე შემდეგ როცა რაფხელა წვლილი შეიტანა იგივე დემოკრატიული რესპუბლიკის არმია მაჭარის და ბათუმის არ დაკარგვაში ოსმალეთის წინააღმდეგ, ესეც ძალიან მნიშვნელოვანი და აღსანიშნავია. რაზე ვისაუბროთ, რა თქმა უნდა, პარალელებზე, ალბათ გავავლოთ პარალელები და ძალიან ბევრი რაღაც შეიძლება ამოვიცნოთ დღევანდელობასთან. ხო, ეს არის ჩვენი მთავარი დღეს მიმართულება, არა იმდენად მიმოხილვა იმის რა ხდებოდა იმ პერიოდში, თუმცა ამასაც რა თქმა უნდა შევეხებით კვალდაკვალ, მაგრამ ძირითადი მიზეზი და მიზანი დღეის მდგომარეობით იმდენად გავს დღევანდელი ვითარება და ამის ბევრი ასპექტი არსებობს. პირდაპირ ადარებს ამას მაგალითად საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პირდაპირ ამ კონტექსტში დღევანდელ მარშებს და ასე შემდეგ ასახავს და საზოგადოებაც მე ვიტყოდი რომ დღეს გამოსვლა ნიშნავს უარს მაგალითად რუსული ოკუპაციისთვის და იმას რომ ხალხი არ შეეგუება რუსულ რეჟიმს. ეხლა მთავარი კითხვა არის რატომ ვახდენთ ჩვენ ასეთ პარალელებს რის საფუძველზე. რადგანაც მე ვფიქრობ აუდიტორიისთვის მნიშვნელოვანია ამის დეტალურად განმარტება, რომ კონკრეტულად რატომ არის თუ არა ეს პოლიტიკური შედარება, თუ ეს არის ისტორიულ პოლიტიკური შედარება, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, იმიტომ რომ ალბათ საზოგადოების ნაწილს შეიძლება კონდეს თავშესილება, რომ ვიღაცა შეიძლება სპეკულირებდეს ამ შედარებით. თუმცა ჩემთვის დღეს მთავარი ამოცანა ის არის, რომ ჩვენ დავანახოთ საზოგადოებას, რომ ეს არის დაფუძნებული ზუსტად აი ამ ისტორიულ ფაქტებზე. კი ბატონო, დიახ, რო დავიწყოთ, მართალი ხართ ამას, ბევრი სხვა ისტორიკოსი გაცილებით უკეთ-აკეთებს ვიდრე მე იმ კვლევას, თქვათ როგორი იყო იგივე საბრძოლო მოქმედებები და ასე შემდეგ, ჩვენ განვიხილოთ სწორედ აი იმ კამპანიის ჭრილში, იმ დეზინფორმაციის ჭრილში და იმ საინფორმაციო
ველების შედარებით ალბათ, რომელიც სუფევდა მაშინ და რომელიც სუფევს დღეს. ანუ რა თქმა უნდა 2025 წელია და ტექნოლოგიები და ინფორმაციის გავრცელების სიჩქარე რამდენიმე ჯერ აღემატება მაშინდელს, თუმცა ძალიან ბევრი პარალელის დაჭერა და ძალიან ბევრი მსგავსების ნახვა შეიძლება იმაში, რაც ხდებოდა იქამდე. 21 წლის 25 თებერვალი არ მოსულა, თქვათ, ერთ დღეს, ამას ჰქონდა ძალიან დიდი წინაპირობები დაწყებული კიდევ უფრო პროფესორ რომ არა ვიყოთ დაწყებული 1920 წლიდან, როდესაც მაგალითად 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულება იცით ასეთი დოკუმენტი საზოგადოებისთვის არის ცნობილი, როდესაც დავმეგობრდით პრაქტიკულად რუსეთთან, როდესაც მან დე იურე აღიარა ჩვენი დამოუკიდებლობა, მოსკოვში დაიდო შეთანხმება ერთი მხრივ ლენინის წარმომადგენელსა და კარახანსა და ნოე ჟორდანიას იულენილ გრიგოლ ურატაძეს შორის, სადაც პუნქტობრივად იყო, რომ საქართველოს აღიარებს ბოლშევიკური რუსეთი იმ საზღვრებში, რომელიც არის დადგენილი, რომ არ ჩაერევა მის შიდა საქმეებში, რომ ისინი არიან უკვე თანასწორუფლებიანი სუბიექტები და როგორც ისევ და ისევ მრავალ ადამიანმა ამ დღეებში გაიხსენა ის ბისმარკის ცნობილი ფრაზა, როდესაც რუსეთისთვის აქვს სწორედ იმ ქაღალდის ფასი ყველა დადებულ ხელშეკრულებას, იმაზე ძვირი არასდროს არ არის. არასრული 1 წლის გასვლის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 9 თვეში უკვე სწორედ ასე გააუფასურეს ეს ხელშეკრულება. იყო იმ ხელშეკრულებაზეც ისტორიკოსები საუბრობენ და არის მრავალი, ასე ვთქვათ, წინააღმდეგობრივი მოსაზრება, იყო თუ არა ეს სწორი დოკუმენტი, უნდა დაგვეტოთ თუ არა, განსაკუთრებით მის საიდუმლო დამატებას აღნიშნავენ, სადაც რომლის თანახმადაც საქართველოში აკრძალულ ბოლშევიკურ პარტიას მიეცა, ასე ვთქვათ, სარდაფიდან ამოსვლის საშუალება და ანუ თავისუფლად როგორც პარტიული ფუნქციონირების და როგორც პარტიული სუბიექტად არსებობის საშუალება, თუმცა არის მრავალი მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ამან მეხუთე კოლონა გაააქტიურა, ისინი გახადა ხელშეუხებელი, თუმცა როგორც ასეთი ძალიან კარგად მუშაობდა იმდროინდელი ჩვენი სპეციალური სამსახურებიც, შინაგან საქმეთა სამინისტრი ნოე რამიშვილი და ძალიან ბევრი მათგანი დააპატიმრეს და შეაბრუნეს ციხეში, ასე ვთქვათ, ანტისახელმწიფოებრივი ძირგამომთხრელი, დივერსიული და ტერორისტულთან გათანაბრებული მოქმედებების გამოც კი. ანუ ერთი მხრივ ჩვენ სამწუხაროდ არ ვიცით თუ რა მოლაპარაკებები უძღოდა ასე დეტალურად არ არის ცნობილი წინ აი ამ დოკუმენტის ხელმოწერას, თუმცა ალბათ ეს იყო მათი აუცილებელი პირობა, რომ ბოლშევიკების ლეგალიზება მომხდარიყო ქვეყანაში, თუმცა ამ ბოლშევიკების ლეგალიზებამ ძალიან დიდი მასშტაბი ვერ მოიპოვა. თუმცა იყო აქ ცდილობები, იყო იგივე მოსინჯვა, ასე ვთქვათ, ველის მოსინჯვა და საბოლოო ჯამში ვიცით ეს ყველაფერი როგორც დასრულდა, თუმცა აი კიდევ ერთს დავამატებ, სანამ თქვენს რეპლიკაზე გადავალთ, რომ მაინც არ გამოვიდა ის, რაც იქამდე იყო ჩაფიქრებული, რომ მეხუთე კოლონის საფუძველზე შიდა აჯანყებად გაესაღებინათ ეს ყველაფერი და ხელისუფლების ცვლილება, ასე ვთქვათ, კუპდეტა, როგორც არის ეს საერთაშორისო ტერმინი, ამით გაემართლება პირდაპირ სამხედრო ინტერვენცია დასჭირდათ დაახლოებით 5 მიმართულებიდან, არა მარტო სამხრეთის მიმართულებიდან, არამედ აფხაზეთიდან და სხვა მიმართულებიდან, კავკასიიდან. ყველა მიმართულებიდან მოვიდნენ, საიდანაც შეეცლოთ, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რაც თქვენ ახლა ბრძანეთ, ის არის პირველი, რომ რუსეთთან დადებულ შეთანხმებას კიდევ ერთხელ აი ეს მაგალითი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ადასტურებს, რომ არანაირი გარანტია რუსეთთან შეთანხმებას არ აქვს, ისევე როგორც უკრაინის ეხლანდელ შეთანხმებაში, შეგახსენებთ, რომ 1994 წელს უკრაინამ ბირთვულ იარაღზე უარი თქვა და ამის სანაცვლოდ რუსეთმა გარანტიები მისცა
თავად რუსეთმა პირველ რიგში. სუსტი ანალოგია ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის და პირიქით რომ რუსეთი დაიცავდა ვინმე თუ თავს დაესწმებოდა, ისე როგორც შეერთებული შტატები და გაერთიანებული სამეფო და ზუსტად საპირისპირო მოახდინა რუსეთმა უკრაინის შემთხვევაში, მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანი რამ აღნიშნეთ თქვენ, რომ რუსეთს უნდოდა რომ ეჩვენებინა, რომ ეს იყო შიდა აჯანყება, რადგანაც იმ დროს არსებობდა ეს იდეოლოგია, საბჭოთა კომუნიზმის იდეოლოგია, რომლის საფარქვეშაც რუსეთი ცდილობდა საკუთარი საზღვრების გაფართოებას, მაგრამ ამას ასაღებდა როგორც ძალიან კარგად მოგეხსენებათ ხალხის აჯანყებას და ხალხის სურვილს. აქ მთავარი კითხვა რაც მინდა დაგისვათ არის ის, რომ ერთია რომ არ გამოვიდა ეს შიდა აჯანყება, მაგრამ მეორეა რომ მაინც ოკუპაცია როგორც ასეთი მოახდინა ქართველების მეშვეობით, ხელით და ზუსტად ასევე გაასაღა მაინც ბოლოს და ბოლოს რომ ეს არის რაღაც ქართველების მეშვეობით გაკეთებული რაღაც პროცესი და არა გარე ჩარევა, მიუხედავად იმისა რომ ჯარით შემოვიდა ზუსტად და აი აქ მაინტერესებს თქვენი აზრი დღეს რაც ხდება, იმის პარალელი როგორ ჯდება იმ მოვლენებთან. ხო, ძალიან მძიმეა საუბარი ამაზე, დღეს რაც ხდება ძალიან უყვარს ხოლმე ისტორიას გამეორება, როგორც ვიცით. ანუ რა ხდება დღეს, ანუ მაშინ ვერ მოახერხა ეს აღვნიშნოთ, მაგრამ ეს 70 წლის მანძილზე მთელი ისტორიოგრაფია, რომელიც დღევანდელ დღეს 25 თებერვალს ხატავდა როგორც გამარჯვების დღეს, გათავისუფლების დღეს და საქართველოს ჩაანაცვლა, ასე ვთქვათ, კოლექტიურ მეხსიერებაში 26 მაისი, რომლის შესახებაც უკვე სადღაც 80-იანი წლებიდან, როდესაც ეროვნული მოძრაობა ძლიერდება, იქ დისიდენტები მუშაობენ და იქიდან უკვე ნელ-ნელა ამოდის, ასე ვთქვათ, ამ დღის შესახებ ხსოვნა, თორემ მასობრივად მოსახლეობაში უკვე დაიწყებას იყო მიცემული 26 მაისს, თუმცა 80-იან წლებში მაინც გამოიხმეს ის მეხსიერება და გააცოცხლეს, რაზეც შემდეგ უკვე დაშენდა ჩვენი ეროვნული დამოუკიდებლობა, ჩვენი თანამედროვე სახელმწიფო. აი ეს სწორედ ამ 25 თებერვლით ჩანაცვლდა, რომ გათავისუფლდა ქვეყანა ერთის მხრივ საბოლოოდ გათავისუფლდა რაღაც ბურჟუაზიული და რაღაც მეფის რუსეთისებრი წყობისგან პარალელურად გავავლოთ. ხო, იმ დროს თუ თავისუფლებოდა კომუნიზმის იდეის ქვეშ ბურჟუაზიის და მათი მომხრე მენშევიკები, რომლებიც ერთის მხრივ სოციალიზმის ნიღაბ ქვეშ მოვიდნენ, მაგრამ სინამდვილეში არაფრით განსხვავდებიან. იმ დროს ანუ რუსეთს ჰქონდა კონკრეტული იდეოლოგია, რომელსაც იყენებდა. დღეს რა იდეოლოგია გააჩნია, რომელსაც დღეს თავისუფლდება, როგორც დღეს ვნახეთ, და მრავალი ამ პროცესის მანძილზე, რომელიც დაიწყო სადღაც უკვე ძალიან გააქტიურდა უკრაინაში რუსეთის თავდასხმის შემდეგ 2022 წლის შემდეგ და უკვე პიკშია გლობალური ომის პარტია ჩაანაცვლა უკვე deep state-მა, მაგრამ ეს ლიბერალური ფაშისტური იდეოლოგია, რომელსაც ხო დაამატეს ეს სიტყვა, თავისუფლდება სწორედ აი ამ მავნე დასავლეთისგან და უერთდება, ასე ვთქვათ, იმას ქრისტიანულ მართლმადიდებლურ სამყაროს, მართლმადიდებლურ კულტურას, ოჯახურ ტრადიციებს და ასე შემდეგ. თუმცა არა ბერძნულ დაუშვათ მიმართულებას, რომელიც კავშირში არამედ რაღაც რუსული, რომელიც ყოველთვის იყო ჩვენთვის, ასე ვთქვათ, ჩამნაცვლებელი იმის და რომელიც მათ ყოველთვის ცდილობდნენ, რომ სწორედ ამ რელიგიის მიმართ თავისი, ასე ვთქვათ, პრიმატი გაევრცელებინათ და მოეგლიჯათ საქართველოს თუნდაც და სხვა ქვეყნები იმ პროცესიდან, რაც არის მსოფლიო მართლმადიდებლური რელიგიის და გადაეყვანათ, ასე ვთქვათ, რუსეთის იმ დროს ეს თქვენ აღნიშნეთ, რომ არ გამოვიდა შიდა სახის მიცემა ამისთვის და საბოლოო ჯამში დასჭირდა ამას აგრესია გარედან, თუმცა ამ აგრესიაში იყვნენ ქართველები პირდაპირ ჩართული და ორჯონიკიძე ამის ერთ-ერთი მთავარი სიმბოლოა. არა მხოლოდ ორჯონიკიძე, ორჯონიკიძეს გარდა იქ გვარები, ორჯონიკიძე მთავარია რა თქმა უნდა. კი, ანუ როგორც დღეს მდგომარეობით ჩვენ ხედავთ, ეს უკვე ჩემი შეფასება იქნება, რომ გარე ინტერვენცია არ ხდება, რუსეთს ეს არ სჭირდება დღეს, მხოლოდ აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი აქვს ოკუპირებული ჯარით. დანარჩენ საქართველოში
პირველი სცენარი ვითარდება, რაც იმ დროსაც ჰქონდა შიდა სახის მიცემას ამას. ძალიან მარტივია. დასავლეთს დღეს მტრად აცხადებს და ჩვენს მათ შორის მოკავშირეებს იქ სადაც მივდივართ ევროკავშირში გაწევრიანებისკენ მაგალითად სწორედ საქართველოს de facto ხელმძღვანელობა ეთნიკურად ქართველი გვარის მქონე ადამიანები და ეთნიკურად ქართველები და არა რუსები მაგალითად აცხადებენ ამას. ანუ რაც აი პირველ სცენარს ნიშნავს, ხო? იმ დროინდელს, რომ თვითონ საქართველოს მიდის წინააღმდეგ დასავლეთის. აი ეს პარალელი როგორ შეიძლება? ეთანხმებით, ანუ ერთადერთი განსხვავება რაც არის, მაშინ ქვეყანას ყავდა პატრიოტი ნამდვილად. ხშირად არის ხოლმე ამაზე, რომ რა ის პატრიოტი ჟორდანია ან რაღაცა მათ საერთოდ არ უნდა თავში დაეცათ ეს დამოუკიდებლობა და ასე შემდეგ. არ ვეთანხმები განსაკუთრებით ამ ბოლო ნაწილში, ბოლო ხანებში სრულიად შეიცვალა და არა მხოლოდ იქ ერთი ადამიანი იყო, თქვა იგივე ჟორდანიას მთავრობა, არამედ ის იყო კოლექტივი ისეთი ადამიანებისა, რომლებიც იყვნენ ასე ვთქვათ, მართლაც დასავით ედგნენ ამ სუვერენიტეტს და დამოუკიდებლობას და საქართველოს. ანუ რომ წავიკითხოთ შემდეგ უკვე რას წერენ ისინი ემიგრაციაში. ანუ დღეს დავამუშავეთ მე და ჩემმა კოლეგამ ნოერამიშვილის წიგნიდან გავაკეთეთ ამონარიდები. ანუ როგორ ფიქრობს, როგორ უდგება ის ამ ყველაფერს. ეს წიგნი სხვათა შორის მან 1924 წელს აჯანყების წარუმატებლობის შემდეგ დაწერა, თუმცა სრულიად არის გამშვალული მომავლის იმედით და იმით რომ ეს ერთი კი არ გამოვიდა ისევ და ისევ დიდი პრობლემების და ხარვეზების შეცდომების გამო, თუმცა მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. ძალიან მარტივია რაც მოხდა რამდენიმე თვის წინ მოლდოვაში, ხო, არჩევნების დროს, როცა ბეწვის ხიდზე გაიარეს, მიუხედავად იმისა, რომ მთელი სახელმწიფო აპარატი თავისი სტრუქტურებით, თავისი ძალოვნებით ასე შემდეგ არის პროევროპულად განწყობილი და პრეზიდენტ სანდუს მხარეს. და მაინც რამდენიმე ასეულმა ხმამ გადაწყვიტა შედეგი, ხო, თუ არა და იჩეხებოდნენ ასე ვთქვათ კლავ მოუსავლეთში და რუსეთში. ეს არის სწორედ პარალელი. მაშინ იყო საქართველოში პატრიოტი ხელისუფლება, რომელმაც კბილებით დაიცვა ბოლომდე ასე ვთქვათ ჩვენი დამოუკიდებლობა, სუვერენიტეტი იბრძოლა ერთი თვის მანძილზე წინააღმდეგობა გაუწია გაცილებით დიდ ძალას და დამარცხდა. ანუ და დღეს რა თქმა უნდა უკვე აღარ სჭირდება, იმიტომ რომ დღეს ხედავთ განწყობებს, ხედავთ ყველანაირ როცა ბოლო აი წლებია უკვე თუნდაც დღევანდელი დღის აღნიშვნის შემთხვევაში, თუნდაც 23 თებერვალი და იუნკერების შემთხვევაში 8 აგვისტოსაც და 7 აგვისტოსაც ნუ ამ თარიღზე რა თქმა უნდა მიდის დავა, ხო იცით ხო? და როცა ხელისუფლება უბრალოდ სიტყვასაც ვერ ამბობს, თქვათ რომ სიტყვას ვერ ამბობს, საიდან იყო, აი იყენებენ სიტყვებს ოკუპაცია, თავდასხმა, ომი, მაგრამ ვის წინააღმდეგ, ხო, რაც აბსტრაქტულ დაიღუპნენ ომი და ასე შემდეგ. ანუ რუსეთის სიტყვა, რუსეთის ხსენებასაც კი ერიდება ყველა ტოპ პოლიტიკოსი ამ თავის მესიჯში და მათ შორის მთავრობის სტრატკომი იქნება თუ სხვა ოფიციალური უწყებები, რომელიც გაავრცელებენ Facebook-ზე ამ მესიჯს, იქაც არ არის არცად ნახსენები, აქ-აიქ შეიძლება ვიღაცას ვთქვათ თუ დათვლილი გვაქვს ეს ყველაფერი და აი თითქმის სათლით საძებნელია უკვე რომ ახსენონ ვინ არის მტერი და ვინ არის ოკუპანტი. ანუ და დანარჩენს ხედავთ უკვე და დღეს სამწუხაროდ დღეს ისეთი გამარჯვებულის პოზიციიდან გვიწევს ამის მოსმენა დამარცხებულის პოზიციაში ერთგვარად შეიძლება როცა ვხედავთ როგორი პროცესები მიმდინარეობს ამერიკაში და ამერიკის ასე ვთქვათ ამერიკის საერთოდ ცალკე თემა არის როცა გუშინ მაგალითად გაეროს რეზოლუციაში შევხედეთ რომ ერთხარეს იდგა ამერიკა და რუსეთი რაც აქამდე ანომალიად შეიძლება მოგჩვენებოდა, თუმცა ეს ორი წითელი ხაზი აქეთ Russian Federation and United States-ს გეოპოლიტიკურად რასაც ვხედავთ, ეხლა შეერთებული შტატები, ტრამპის ადმინისტრაცია რეალურად უცნაურ პოლიტიკას აწარმოებს უკრაინის მიმართულებით, შეიძლება ითქვას, რომ ომის ასე ვთქვათ დამნაშავეებს აღარ ეძებს. იმიტომ რომ რეზოლუცია, რომელიც შეერთებულ შტატებმა წარადგინა, არ გულისხმობს
რუსეთის დასახელებას დამნაშავედ, არამედ გულისხმობს ომის შეჩერებაზე აქცენტის გაკეთებას. რაც ერთი მხრივ ეს ხო და ამას ვამბობ, რომ აი ამის გამო გვიწევს, რომ აი ჩვენ მართლები ვიყავით იგივე შალვა პაპუაშვილის უზარმაზარი ტექსტი Twitter-ზე რომ განვიხილოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მართლები იქნებოდით სულ ისევ და ისევ იმ ბისმარკის ფრაზა რომ მოვიყვანოთ და იმ ფურცლის ღირებულება შეიძლება ისე კარდინალურად შეიცვალოს და რადიკალურად ყველაფერი, თან ამას აღარ სჭირდება უკვე რაღაც დღეები და თვეები, საათებშიც კი. მოდი პირდაპირ თქვათ რა, ანუ მართლები ვიქნებოდით იმაში, რომ მათი ლოგიკა იყო, რომ დასავლეთი უღალატებს უკრაინას. ანუ ეს მოლოდინი ქონდათ. ახლა როდესაც ჩანს, რომ ტრამპი გარკვეულწილად ღალატობს უკრაინას, რომ ტრამპი ხო და მტრად აცხადებდა ეს დე ფაქტო ხელისუფლება ბაიდენს და ტრამპს აცხადებდა რაღაც გადამრჩენის და რაღაც განსაკუთრებული სიმპათიები აქვს ტრამპისადმი, ეს ადამიანი ღალატობს უკრაინას და ამას აღნიშნავენ, რომ აი ხო მართალი ვიყავით უკრაინას უღალატებენ, ანუ აქ გაუგებარია საერთოდ мотиваცია. თუ მით უმეტეს мотиваცია, რომ საქართველოს ბედი უკრაინასთან პირიქით არის კავშირში, რაც იყო განცხადებული და რაც არის სრული აბსურდი, რადგანაც საქართველოს და უკრაინის ბედი ეს არ ნიშნავს ჩვენს, ასე ვთქვათ, უკრაინას ხელისუფლებაზე არ არის საუბარი. გეოპოლიტიკურად სუფთა ვინც არ უნდა იყოს იქ ან აქ ხელისუფლებაში, გადაჯაჭვულია და რატომ? მოდით ესეც ისტორიული პარალელი გავიხსენოთ. რამ რუსეთის გეოპოლიტიკური სივრცე არის ეს პოსტსაბჭოთა სივრცე, რომელიც მანამდე იყო რუსეთის იმპერიის სივრცე, მერე საბჭოთა სივრცე გახადა და დღეს არის პოსტსაბჭოთა სივრცე. უწოდებენ ახლო უცხოეთი, ხო, როგორც ტერმინი. ახლო უცხოეთი მათთვის და დსთ-ის რაღაც ტერიტორია და ამ შემდეგ. ეს არის მისი გეოპოლიტიკური გაფართოების სივრცე, ანუ სადაც მას შეუძლია გააფართოვოს საკუთარი გავლენა. მისი გავლენის გაფართოება ამ ტერიტორიაზე ყოველთვის, გინდ იმპერიის დროს, გინდ საბჭოთა კავშირის დროს, გინდ ახლა ეს პარალელი მინდა გავავლო, იწყებოდა უკრაინაზე თავდასხმით. იმიტომ რომ როგორც ამბობენ თავად რუსები, რუსეთის იმპერია, იმპერიული რუსეთი არ არსებობს უკრაინის გარეშე. შესაბამისად, ბელარუსის საკითხი სამწუხაროდ უფრო მარტივად აქვთ მოგვარებული, იქ ეს ეროვნული თვითმყოფადობა და წინააღმდეგობა გაცილებით დაბალ დონეზე, თუმცა არის მაინც, რომელიც წიხანოვსკაიას და არა მხოლოდ ლიდერობით არის, მაგრამ საბოლოო გაცილებით უფრო სუსტი. ეხლა ჩვენ ხედავთ, რომ მეორდება იგივე 1920 სანამ საქართველოს ოკუპაცია მოხდა აზერბაიჯანის, სომხეთის, ცენტრალური აზიის, ხო? პირველ რიგში იყო უკრაინის ოკუპაცია. რასაც რუსები დღესაც ახსენებენ ბანდერას, როცა ახსენებენ მაგალითად, თავისი შინაარსით არის უკრაინელების წინააღმდეგობა იმ დროსაც რუსეთის ოკუპაციის პოლიტიკაზე. და რეალურად იმ დროს წარმატებას მიაღწიეს საქართველოში მაგალითად და კავკასიაში საერთოდ იმის ხარჯზე, რომ მოახდინეს უკრაინის და ბელარუსის ოკუპაცია. დღეს უკრაინის ოკუპაცია მიმდინარეობს, ბელარუსი უკვე შეიძლება ვთქვათ, რომ ოკუპირებულია დე ფაქტოდ და სწორედ ამიტომ დღეს რუსეთი არის ძალიან გააქტიურებული სამხრეთ კავკასიაში საქართველოს მიმართულებით. აქ ერთი მხრივ არის აზერბაიჯანი, რომელთანაც 2022 წლის 22 თებერვალს 2 დღით ადრე ომამდე დაიდო ესე იგი მოკავშირეობის შესახებ შეთანხმება, არის საქართველო, რომლისთანაც ჩვენ ხედავთ, რომ დე ფაქტო მოკავშირე არის ხელისუფლებასთან, არის სომხეთი, რომელსაც უღალატა ბევრი მიმართულები და საგარეო პოლიტიკა შეცვალა, მაგრამ დღეს საზღვრულია, ასე ვთქვათ, და იმ ვითარებაშია, როცა არ შეუძლია რუსეთის გავლენიდან გამოსვლას. ანუ გამოდის, რომ უკრაინაში რუსეთის წარმატების, აი რაც არის 20% აქვს ოკუპირებული, მაგრამ თუ ამას ჩავთვლით წარმატებად, ამ წარმატების ფონზე რუსეთი იგივენაირად იმეორებს წარსულს და შემოდის სამხრეთ კავკასიაში? კი. ხო, ზუსტად ასეა. ანუ რაც თქვით, უბრალოდ ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ რიგითობა იქნება ალბათ სხვა, ჯერ საქართველოსთან დაიწყება, იმიტომ რომ უკვე მათი სათამაშო მოედანია. მაშინ როგორ იყო, ხო, ჯერ დაიწყო აზერბაიჯანიდან, სადაც დიდი გაურკვევლობა იყო იქ თავი. აქაც ყარაბაღის საკითხი მაგალითად ერთობლივად შეთანხმდნენ აშკარად რუსეთი და თურქეთი და შესაბამისად იქ პირველი ეს იყო აზერბაიჯანიდან, აზერბაიჯანის მეშვეობით, ასე ვთქვათ, ერთი საკითხის მოგვარება. აზერბაიჯანი სადაც რეალურად იქ მოახერხეს ის, რაც ჩვენთან ვერ მოახერხეს, იქ მოახერხეს შიდა
აჯანყებით ასე ვთქვათ ხელში ჩაგდება მთლიანად. შემდეგ უკვე სომხეთმა სულ რამდენიმე დღე გაუკაჩა ასე ვთქვათ ეხლაც არის სომხეთის მიმართულებით სერიოზული საფრთხეები და შემდეგ უკვე წამოვიდნენ საქართველოში სამხრეთიდან ამ შემთხვევაში უკვე საქართველოს და მერე სომხეთი გახდება სამის ხო აღარ უწევთ ალბათ ასეთი ქვევიდან შემოვლა უკვე როცა უკვე მაშინაც როცა უკვე აზერბაიჯანი და სომხეთი დაიპყრეს სიტყვა გასაბჭოება არ მინდა ვიხმარო იმიტომ რომ არის შეულებრივად ოკუპაცია, რა თქმა უნდა, გასაბჭოება ეს სიტყვა. და თურქეთთან ქონდა შეთანხმება, ეს მნიშვნელოვანი კემალის და ლენინის შეთანხმება, ცნობილი. რა თქმა უნდა. ამ ჭრილში გამოვიდა საქართველოს ძალიან სუსტი, იმიტომ რომ აღარავინ აღარ დარჩა ჩვენს ირგვლივ. დღეს არსებობს 3+3. კი. რა პარალელი არის 3+3-სა და 104 წლის წინანდელ ვითარებაში? დღეს დღევანდელი 3+3-ის ფორმატი, რასაც ხო, კიდევ მაშინ შემდეგ უკვე წავიდა იქ ცენტრალური აზიაზე და ასე შემდეგ გადავიდა, რაც ასევე რა თქმა უნდა მათ იმაში ასე ვთქვათ ამ საცხოვრებელ სივრცეში როგორც ნაცისტებს ჰქონდათ და დღეს პუტინის რეჟიმი არის ნაცისტური რეჟიმი Lebensraum როგორც ჰქონდათ სწორედ დღეს იგივე ყირგიზეთი სადაც საერთო წინააღმდეგობა არ შეხვდა რუსულ კანონს რომ მოიხსენოთ ასე უცხოელი გავლენის აგენტების შესახებ კანონს და უნდა ვიყოთ რომ ეხლა მაგალითად აზერბაიჯანი 23-შივე იქ მიიღეს და უკვე იქ სამოქალაქო საზოგადოება და მედია მთლიანად გააკონტროლეს. უცხოელი უნდა ვიყოთ რომ აზერბაიჯანი, ყაზახეთი, უზბეკეთი, თურქმენეთი და ყირგიზეთი, როგორც თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციის წევრები, თურქეთთან დღეს გაცილებით უფრო აქტიურად არიან, მოკავშირეობა შეიძლება ითქვას და თურქეთის მათ შორის სამხედრო მხარდაჭერაც აქვს და ეს მათ უქმნის გარკვეულ თავდაცვას რუსული გავლენებისგან. არა სრულად, თუმცა ხო მეტწილად. როგორც იმ დროს ეს არ იყო თურქეთი იმ დროს თურქეთს გაცილებით სხვა პრობლემები ჰქონდა, არ იყო ჩამოყალიბებული როგორც ასეთი ძალა რეგიონული ეხლა სირიაში თურქეთის ფაქტორი გვაჩვენებს რომ ძალიან ძლიერია. საბერძნეთთან უდიდესი პრობლემები ჰქონდა და ომობდა და იქ მთელი ამები იყო და აქ რჩება ეხლა რეალურად რუსული ცენტრალური გავლენის ქვეშ ბალტიისპირეთიც მიღმა არის, რჩება ბელარუსი, უკრაინა, მოლდოვა დაცული არის გარკვეულწილად უკრაინით, თუმცა დნესტრისპირეთი საკითხი რჩება. უკრაინის 80% არის თავისუფალი, 20% ოკუპირებული. საქართველოს 20% არის ოკუპირებული, მაგრამ 80% ეგ არის მთელი ამბავი, რომ არ გამოდის თავისუფალი. არა და ჩვენ გადავიხადეთ უზარმაზარი ფასი ოკუპაციის სახით ვიხდით ჯერ კიდევ სანამ არ გათავისუფლდება ეს ჩვენი ტერიტორიები, მაგრამ ის 80% რომელიც დღეს უკრაინა ახერხებს იმას, რომ ის 80% მყარად იყოს რუსული გავლენებისგან თავისუფალი, ჩვენ ამ გავლენებში რჩებით. არის სომხეთი კიდე რეგიონში, მაგრამ სომხეთი ძალიან სუსტია ამ შემთხვევაში. ძალიან სამწუხარო რეალობაა ეს ყველაფერი. ისევ აღმოჩნდით ამ ჭრილში დავასრულებით კუთხით, რომ 3+3 ასევე ნიშნავს, რომ რუსეთის, თურქეთის და ირანის გარკვეული შეთანხმების ფორმატი არის, რაც გავს იმ რეალობას, რაც იყო ადრე და ამ რეგიონიდან დასავლეთის გაყვანას გულისხმობს. პარალელები ძალიან აშკარა არის ამ კუთხით და როგორ ფიქრობ, რამდენად აი ამ ტრამპის პოლიტიკის ფონზეც ანუ რეალურად ძალიან სუსტად გვაქვს ახლა ვითარება იმ ხრივ, რომ გათვლა რუსეთის, მათ შორის რუსეთის წარმომადგენლების რეგიონშიც, საქართველოშიც, იმაზე არის, რომ ეს გამოვა, ხო? გამოვა ისტორიების კიდევ ერთხელ გამეორება. მაგრამ ჩვენ გვყავს 33 წლიანი მეტი სახელმწიფო ისტორია, თაობა, რომელიც დაიბადა. ანუ იმ დროს 3 წელი იყო. ეს ხომ აშკარად აღარ ჯდება იმ ნარატივში. არა, რა თქმა უნდა, განსხვავება ხა ერთ-ერთზე გადმოტანას, რა თქმა უნდა, არასოდეს არ ხდება ჯერ ერთი გაცილებით სხვა ეპოქაა და გაცილებით სხვა თუნდაც ის თაობის იმედი ერთზე მეტი თაობისაც უკვე შეგვიძლია ვთქვათ, იმიტომ რომ 17-18-20 წლის ადამიანი უკვე ძალიან აქტიურად არის პოლიტიკაში, არ არის ისე რომ ვთქვათ რაღაც პოლიტიკა ან ეს თაობა დგას თქვენი აზრით ქუჩაში? რა თქმა უნდა, კი, რა თქმა უნდა, ეს თაობას დგას და ცოტა უფრო ასაკიანი თაობაც. აი ზუსტად ამას თქვენი აზრით ზუსტად ამას იაზრებს ეს თაობა? როცა იქ ამბობენ რომ პარტიები არ გვაინტერესებს მაგალითად ამ მიტინგებზე
3 თვე არის ხო უკვე ყოველდღიურად. ხო, ნუ პარტიები არ გვაინტერესებს ეს ცოტა ცდება ჩვენს თემას, ჩემი აზრით, მაგრამ გულისხმობ იმას, რომ უფრო ალბათ იმაზეა, რომ პარტიები არ მოსწონთ, მათ რას ქვია არ აინტერესებს, არ მოსწონთ, ანუ იმ გაგებით, რომ პოლიტიკის გაკეთება პარტიების გარეშე წარმოუდგენელია. ბატონო, გულისხმობ იმას, რომ ხშირად საუბრობენ იმაზე, რომ ეს რაღაც ზეპარტიული, გლობალური პოლიტიკური და რაღაც სამშობლოს საკითხი არის და ამ კონტექსტში არის თქვენი აზრით ეს. რა თქმა უნდა, ყველა ამას ყველა არ საუბრობს, რომ ეს არის ზუსტად იმ ბრძოლის გაგრძელება, მაგრამ ბევრი იაზრებს თქვენი აზრით, ვინც ამას არ საუბრობს მათ შორის. რა თქმა უნდა, ჩემი აზრით, კი, იაზრებს, იმიტომ რომ ჯერ ერთი არის ძალიან ბევრი ხელმისაწვდომობა ინფორმაციის და ძალიან ნაკითხია ამ მხრიდან ძალიან გათუცნობიერებულია უკვე თანამედროვე საზოგადოება გაცილებით მეტად ვიდრე ეს თუნდაც იყო იმ გარიჟრესზე ეროვნული მოძრაობის დაწყების დისიდენტების აქტიურობის და ასე შემდეგ მიუხედავად იმისა ისინიც მათაც გამოიხმეს სწორედ ეს ასე ვთქვათ გამოიხმეს პირველი რესპუბლიკა, ანუ იდეური შთამომავლები გახდნენ პირველი რესპუბლიკის, თუმცა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი, ახლა აი პირდაპირ ხელის გულზე დევს პარალელები. ახლა როდესაც ეს ინფორმაციის გადაცემა შეიცვალა, ელემენტარული პატარა ვიდეოებით, ქარდებით, რასაც ჩვენც ვცდილობთ, რომ როცა ვერ ახერხებენ, ასე ვთქვათ, რაღაც ძალიან გრძელი ტექსტების და სტატიების, სამეცნიერო სტატიების წაკითხვას ასეთი გადაცემებში ჩართვით, უკვე ხედავენ, აი თუნდაც იგივე ძალიან გავრცელებული და პოპულარული ქარდები იმდროინდელ გმირებზე და როდესაც ხედავენ, რომ აი ეს მარო მაყაშვილი, ერისთავი, იუნკერი, ჯანდიერი სხვები, როცა იყვნენ 18, 19, 20 წლის გოგობიჭები და დაიხოცნენ და შეაკვდნენ, ეს ზრდის გაცილებით მოტივაციას. როცა მეორე მხრივ ხედავენ იქ მამიაურა ხელაშვილის ცნობილი ქარდი, რომ აიო ავედიო კოჯრის სანგრებში და იქ სულ ახალგაზრდა 20 წლის ახალგაზრდები ვნახე ჩახოცილიო და რა ქნა ესო ჟორდანიას მთავრობა ის კი არა რომ აბაო მიგინდა ხო ანუ აი ზუსტად ამას იაზრებენ რომ აქ აღარ დარჩებათ არაფერი აქ აღარ დარჩებათ რამდენიმე გზა ერთი ემიგრაცია მეორე კონფორმიზმი თავის დახრა და რაცა ხმის არამოღება და კიდევ უფრო ასე ვთქვათ დიდი სირწყვილი თუ ვთქვათ დაუდგებიან კოლაბორანტ ძალას და ერთად შეიქმნიან თავიანთ მათთვის საკუთარი ცხოვრებისთვის რაღაცა ელემენტარულ კომფორტს იმის მასლოუს პირამიდის საჭმელს და საცხოვრის ეს არ უნდა ეს ახალთაობას ხო ეს მე თორემ სხვა რაღაცაზე ხმას არავინ აღარ ამოაღებინებს აქ უკვე აქ არის ბევრი მაგალითი არის ბელარუსის მაგალითი არის რუსეთის მაგალითი როცა ჩვენთანაც მეორდება სამწუხაროდ ჩარჩანი იყო ასეთი ფაქტი, როცა ცარიელი ფურცლით აქციაზე დგომისთვის ადამიანი დაიჭირას და როცა პრაქტიკულად დღევანდელი ჯარიმები უთანაბრდება სისხლის სამართლებრივ დევნას, ადმინისტრაციული ჯარიმა მოგონილი ქუჩის გადაკეტვისთვის მე თვითონ ვიყავი 9 პროცესზე ვიყავი უკვე სასამართლოში, სადაც აი აბსოლუტურად არაფერი არ ხდება ხო სამწუხაროდ მე არ მაქვს მაგრამ მეგობრების და ახლობლების სადაც უბრალოდ რაღაცა გაფორმება ხდება ან არანაირი ის არ არის თქვა როდის მივიდა ადამიანი იქ დაინახა თუ არა უკვე ქუჩა გადაკეტილი იყო მივიდა თავის ნაცნობებთან დადგა უბრალოდ პოლიციამ გადაკეთა არ გადაკეტა ყველაფერი ეს ბატონო თუ შევადარებთ ისევ 104 წლის წინანდელ მოვლენებს ეს ხდებოდა უკვე ოკუპაციის შემდეგ კი ეს ხდებოდა ადამიანების დევნა რეპრესიები, დაკავებები, ჩადებები, რაც ახლა ხდება ხო რეალურად. ჩვენ ხედავთ რომ პოლიციური სახელმწიფო მყარდება, თან პოლიციური იმ კუთხით რომ პოლიციას არანაირი კვალიფიკაცია აღარ ჭირდება, ნებისმიერ ადამიანს აყვანა შეუძლიათ პოლიციაში, რაც ნიშნავს რომ ეს უკვე ვერტიკალური სისტემა არის კვალიფიკაციის გარეშე, უბრალოდ ბრძანებებზე დაფუძნებული, სანქცირებული თავის ხელმძღვანელობით და ასე შემდეგ. ანუ თან ადამიანის უფლებების დარღვევის კონტექსტში. რეალურად ამ კონტექსტში თუ შევხედავთ, ოკუპაციის შემდეგ ხდებოდა თავისუფლებისთვის მებრძოლთა იმ დროს რა ხდება ოკუპაციის შემდეგ აი ეს დავასუსტებ რა რას გულისხმობ კი გავიდა ჩვენთან ეხლა უკვე ოკუპაციის ეს ოღონდ ეხლა არ ვაქვს დღე
ამ რეალობაში 25 თებერვალი მაშინ იყო დღე, როცა 25 თებერვლის შემდეგ ეს გასაგები ძალიან ბევრი წლების განმავლობაში შემდეგ იყო, მათ შორის დამოუკიდებლობის აღნიშვნაც უნდათ 22 წლის 26 მაისს თუ არ ვცდები, ხო? არა, 21 წელი აღინიშნა, თვითონ 21 წელი აღინიშნა და თავისუფლად მისცეს ამის საშუალება. ანუ მაგას ვამბობ, რომ იმ დროს ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ, მაგრამ უკან რომ შეიხედო იმ მომენტში, მიხვდები რომ 25 თებერვალი იყო ოკუპაციის დღე. დღეს უკვე ჩვენ რაღაც ოკუპაციის რეჟიმში ვართ, მაგრამ უკან რომ შევიხედოთ დღე ამას ალბათ უკვე 100 წლის მერე რომ დასხდებიან ისინი შეაფასებენ. დღე ამის ესეთი ზუსტი არ ჩანს, იმიტომ რომ ეს იყო შიდა და არა გარე აგრესია, მაგას გულისხმობ და დღე არ არის, მაგრამ ეს დღე გავიარეთ გამოდით. არა, მაშინ როგორ იყო ალბათ შეგრძნებების დონეზე ალბათ მაშინაც არ ჩანდა ეს დღე რა, მინდა ვთქვა. იმიტომ რომ მიუხედავად რომ ჯარი შემოვიდა. ჯარი შემოვიდა, ეგ ერთია, კი, ჯარი შემოვიდა, მაგრამ იქ ძალიან ცნობილი ქართველი შემდეგ ქართული საბჭოთა მწერლის ფადა, ერთი წავიდა, მეორე მოვიდა, ერთი ძალა წავიდა, მეორე მოვიდა. რა განსხვავებაა? ანუ დღესაც აი რომ შევხედოთ, რომ ყველა რო ნაცებია, ვთქვა და ანუ ასე ტერმინი რო არის და ამავდროულად როცა შიგნით ქართულ ოცნებაში ნახევარი არის ძალიან ბევრი ადამიანი იქიდან ძალიან სხვა კონტექსტში მინდა შევხედოთ, ახლა თქვენ ჩვენივრად იცით, აი დეზინფორმაციაზე ხართ პასუხისმგებელი, ხო? რუსეთში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი კამპანია, რაც კი უკრაინის ეს ომი ხელოვნურად სრულიად დაიწყო რუსეთმა. ერთი არის დენაციფიკაცია და ნაციონალური მოძრაობა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, მისადმი მოსაზრებას ახლა არავინ არ განიხილავს, მაგრამ ამის შემოკლება და ნაცის ფორმულირება, ამის გაფართოება მთელ მოსახლეობაზე საშიში არის რუსეთის ამ დენაციფიკაციის პოლიტიკის კონტექსტში ერთი ანუ უკრაინაში მისი მიზნები არის დენაციფიკაცია. მეორე მომენტი არის ძალიან სახიფათო, ასე აი თქვენი აზრი მაინტერესებს დეზინფორმაციის კუთხით, როცა ხელისუფლება იყენებს სიტყვა ფაშიზმს. ბრჭყალებში ლიბერალური, მაგრამ ფაშიზმი. ამასაც რუსეთი უკრაინაში ომის მიზნით აცხადებს, რომ ფაშისტებს ებრძვის და როცა საქართველოს შენ საუბრობ ფაშისტებზე, ამით გარკვეულწილად რუსეთს ეპატიჟები მათ შორის აქვს იგივე გასაკეთებლად. ხო, ანუ ეხა თქვენი შეფასება რას გულისხმობ, რომ რა თქმა უნდა აქ ამათ ხო არა აქვთ ჯერ რომ დაფიქრდნენ და მე რამე თქვან ძალიან ბევრი რაღაცა. თქვენ ფიქრობთ, რომ ეს დაფიქრებული პოლიტიკა არ არის? გარკვეულ ნაწილში მათ შორის ნიადაგის და გარკვეულ ნაწილში შეიძლება წამოსროლის სიტყვები იყოს, რომელიც შემდეგ დაიჭირეს, ასე ვთქვათ, ასე შორს ასე ცუდად უკვე ძალიან საშიშია. რუსულ მედიაში ეს თარგმნება ხშირად და იწერება მათ შორის. მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძის დე-ფაქტო პრემიერ-მინისტრის ციტატები არის, სადაც არის ფაშიზმი ნახსენები, ოღონდ საქართველოში არსებული ადამიანების კონტექსტში. გასაგებია. ხო, როგორ ხდებოდა მაშინ, ხო? მაშინ იცით ალბათ, სულ რაღაც ეს მენშევიკი, ბოლშევიკი არის 15 წლის თემა, რომ გაიყვნენ, ხო? თუ არ ვცდები ან 1903, ან 1906 წელს გაიყო ეს ორი მიმართულება ერთი რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის შიგნით. და ბევრი ფოტოა რა, ძალიან ცნობილი მაგალითად, როცა ბენია ჩხიკვიშვილი და ფილიპე მახარაძე ერთად და ასე შემდეგ 1900-იანების დასაწყისში ესენი იყვნენ ერთი ხალხი და სწორედ პროპაგანდამ, სწორედ აი ამ დამპყრობლის და მათი კოლაბორანტების ფილიპეების, იქ ბუდუმდივნების და ორახელაშვილების და ორჯონიკიძე სტალინების პროპაგანდამ ეს წარმოადგინა როგორც თქვათ, ხო, ერთი რეჟიმი, ერთი წავიდა, მეორე წავიდა, ესენი გვერდი-გვერდზე არ იყვნენ კაცო, ერთად სვამდნენ სადღეგრძელოებს, უჭახუნებდნენ ერთმანეთს, აგერ სულ რაღაც 10 წლის წინ, ხო, დიდი არაფერი შეცვლილა. კი, შემოვიდა ჯარი დადგა, თუმცა შეგრძნებების დონეზე ალბათ ძალიან ბევრი ადამიანისთვის მაშინაც იყო ეს მით უმეტეს, როდესაც ეს პროპაგანდა არის, ასე ვთქვათ, ფესვგადგმული უკვე. შემდეგ იყო იქ უკვე ძალიან გაიშალა ეს ყველაფერი, უკვე ბეჭდურ მედიაში, უკვე ზეპირად და ასე შემდეგ იყო ასეთი, რომ ვთქვათ,
გახსნეს განმანთავისუფლებლებმა ჭყალებში ბოლშევიკებმა ჟორდანიას მიერ დახურულია ცხოვრბლის მარაგები და სურსათის მარაგები დაურიგეს ხალხს. ნუ რა თქმა უნდა, იქ მაშინ სავარაუდოდ გარკვეული მარაგები არსებობდა, ან თვითონაც წამოიღებდნენ, ანუ როდესაც მოდიან მარტო მათრახის პოლიტიკა არ არის, ეს არის ასევე ასე ვთქვათ, იმ დაფლაკვერის პოლიტიკაც, ხო, გარკვეულწილად იქ უნდა შეიქმნა ნიადაგი, რომ მოიმხრონ ეს ხალხი და ჩაახშონ ეს აჯანყების კერები და პირველ ხანებში ეს მინავლდა. ამის გამო პირველ ხანებში ჩვენ მაშინ როგორც ჩანს და როგორც ხედავთ და როგორც ბევრი წერს, ისე ძლიერ არ ყოფილა ეს უბრალო ადამიანებში წინააღმდეგობა, იმიტომ რომ მეორე შეხედეს, რომ მთავრობა ავიდა და წავიდა დატოვა ქვეყანა, ხო და ეს აღიქმებოდა და ამას პროპაგანდა ამაზე ცეცხლზე ნავცასხამდა, რომ ისინი გაიქცნენ და მიგატოვეს თქვენ. და ეხლა ან ჩვენთან იყავით, ან თქვენ მოგხვდებათ იმათ მაგივრად და ამის საჩვენებელიც იყო, ხო? მეტეხის ციხეში გამოკეტვა, შემდეგ უკვე დაიწყო პირველი საბჭოთა გულაგის ერთ-ერთი პირველი ობიექტი არის სალაუკები, სალაუკებზე გადასახლება ბევრი იმ ადამიანის, ვინც ამას არ ეგუებოდა და უკვე გამოფხიზლდა ქვეყანა 24 წელს, როცა 24 წლის აჯანყება იყო ნამდვილად საერთო სახალხო და მაშინ უკვე ამ 3 წლის პოლიტიკის შედეგად ნახეს თუ რა მოხდა სინამდვილეში და რა უბედურებაში ჩავარდნენ. ღმერთმა ქნას რომ ჩვენც ასე 3 წლის მერე არ ვიყოთ დღეს რომ ვლაპარაკობთ და ის გაშვებული არ ვქონდეს ის რაღაცა თარიღი თუ ის რაღაც გარდამტეხი ვადა, ღმერთმა ქნას. 104 წელი გავიდა. დღეს არის 2025 წლის 25 თებერვალი და სანამ ჩვენ ახლა საუბრობთ, თბილისში მიმდინარეობს მრავალი მარში სხვადასხვა წერტილიდან გმირების იმ ადამიანების, ვინც დღეს და ამ დღეებში 104 წლის წინ იარაღით ხელში იცავდა საკუთარ სამშობლოს. მათ ომი არ უნდოდათ, აბაომი გინდას კონტექსტში საერთოდ არ უნდოდათ, მაგრამ მტერი მოვიდა და იცავდნენ საკუთარ თავს, საკუთარ სამშობლოს სრულიად კანონიერად და მათი ვალდებულებაც იყო, გმირობაც იყო ამ კუთხით. დღეს ეს მარშები იმ ადამიანების სახელობის არის და საქართველოს მოქალაქეები დღეს გავიღვიძეთ და ძალიან ბევრი აპირებს და მიდის ამ მარშებზე, მერე მიდის გმირთა მოედანზე, სადაც ამ ბრძოლის გაგრძელების ფიცი უნდა დაიდოს ამ ადამიანების მიერ და პარლამენტთან გაგრძელდება უკვე საბოლოოდ ეს პროტესტი, სადაც მას შეუერთდება იმ ადამიანების შთამომავალი, ვინც იბრძოდა საქართველოს პირველი რესპუბლიკის გადარჩენისთვის და ეს არის საქართველოს ლეგიტიმური მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც დღეს ასევე იმყოფებოდა მემორიალზე და თქვა, რომ ეს ბრძოლა არის იმ ბრძოლის გაგრძელება. ანუ ისტორიული პარალელები ჩვენ აქ რომ არ გავავლოთ თუნდაც, აშკარა არის. თვითონ ჩვენი საზოგადოება ავლებს ამ ისტორიულ პარალელს. ცოცხალი არის ხო ეს მეხსიერება დღეს? ძალიან, კი, ძალიან ცოცხალია და მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის ისევ და ისევ გახსენება, იმიტომ რომ არა მარტო ამ კუთხით, რომ ისინი თქვა საქართველოსთვის დაიხოცნენ, არამედ იმ კუთხით, როგორ ქვეყანას აშენებდნენ ისინი, მათ საქართველოსთვის იცოცხლეს და მათ საქართველოსთვის იმუშავეს. იმ არასრულ 3 წელიწადში არის ძალიან ბევრი მიღწევა ჩამოსათვლელი და ძალიან ბევრი ისეთი რამ, რაც ჩვენ უკვე 33 წელია საერთოდ არც ერთი ხელისუფლების დროს არ გქონია. მაგალითად, როცა ერთი ძალა იღებს 80%-მდე, 84 მიიღეს პირველ არჩევნებში სოციალ-დემოკრატებმა და შემდეგ კიდე დამატებითი არჩევნები დაინიშნა და უბნები იყო და იქ სადაც 80-მდე ჩამოვიდა. ანუ ყოველი 10 დეპუტატიდან 8 არის სოციალ-დემოკრატი. თუმცა თვითონ პარლამენტში ეს პორტფელები, ასე ვთქვათ, სხვადასხვა კომიტეტების თავმჯდომარეობა გადანაწილებული იყო. ძალიან ბევრი იყო იქ ოპოზიციონერი, სოციალ-ფედერალისტი, EDP-ს წარმომადგენელი. როდესმე ამ 33 წლის მანძილზე გვინახავს, რომ მოგებულმა პარტიამ ვინმეს მისცა მინისტრის პორტფელი ან უფრო მეტიც ხო ოპოზიციას ან უფრო მეტიც დღევანდელი სუსი რაც არის ანუ იმ დროინდელი და სწორედ სალომეზე პარალელი რო გავავლოთ მისი ბაბუა კედია
მეკიკედია რომელსაც ჩააბარეს ასე ვთქვათ საიდუმლო პოლიცია ოპოზიციის წარმომადგენელს ან იგივე როცა ჩვენი ბედი წყდება პარიზში საზავო კონფერენციაზე იქ დელეგაცია მთლიანად არის ინტერპარტიული დაკომპლექტებული არის ჩხეიძე და შემდეგ მასში შედიან სხვადასხვა პარტიიდან გამოცდილესი დიპლომატები ანუ ისინი ვინც იქ მართლა იბრძოლებენ და გამოღრმნიან ასე ვთქვათ მაქსიმალურ საქართველოსს და არა ვიღაცა ეს ძალიან საინტერესო პარალელია, იმიტომ რომ დღევანდელ რეალობაში ფაქტია, რომ დღეს უკვე ერთპარტიული პარლამენტია და მიუხედავად იმისა, რომ ამ არჩევნებს საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის მეც და თქვენც არ ვაღიარებთ ამ შედეგებს და 54% რომელიც დაიწერა ქართულმა ოცნებამ არის გაყალბებული ჩვენი შეფასებით და იმ მტკიცებულებებით, რაც საჯაროდ არის ხელმისაწვდომი, გულისხმობ მათ შორის დამკვირვებლების, ორგანიზაციების, ევთოუდილის და ასე შემდეგ 54%-ის მეორე ნაწილი არსებობს 46% რომელიც ძალიან ახლოს არის ერთმანეთთან მათივე რიცხვებით რომ ავიღოთ თუმცა ეს რიცხვები კიდევ ერთხელ სრულიად სხვა კონტექსტში არის არა მხოლოდ 5% გადალახული კოალიციები გვაქვს, არამედ გვაქვს მათ შორის 5%-ის ქვემოთ მყოფი სხვა პოლიტიკური ძალები. და ეს 5%-იც არის აღქმის ამბავი, ხო, შეიძლება არ ქონდეს და წინა არჩევნებზე მანამდე არსებულზე არ ქონდა საერთოდ ბარიერი. საზოგადოების ეს ნაწილი დღეს არის მთლიანად გარიყული არა მხოლოდ პოლიტიკისგან, არა მხოლოდ ხელისუფლებისგან, არამედ საერთოდ ნებისმიერი მონაწილეობისგან ამ სახელმწიფო პროცესში, on მთლიანად გულისხმობ კიდევ ერთხელ, არა მხოლოდ ოთხ კოალიციას. იმ დროს ეს აშკარად სხვა პარალელი აშკარად კი. გარდა ამისა, აი ეს როცა ამდენი იგივე დასავლური ფულიც მათ შორის უამრავი ჩაიდო თვითმმართველობის განვითარებასა და გაძლიერებაში, ხო, რა გვაქვს თვითმმართველობების არიან უბრალოდ ყველა რეგიონში იმისთვის რომ მოაკუჭონ და მოიტანონ ხმები, ხო? ანუ დღევანდელმა დღემ გურიის შემთხვევაში გვანახა რომ თვითმმართველობა მათ შორის აჭარაში და ასე შემდეგ. რა ფოტოებიც დადეს მაგალითად და რანაირი მიუხედავად იმისა რომ წელს საერთოდ თვითმმართველობის არჩევნები გვაქვს და ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდება. კიდევ ერთხელ გვაჩვენს რომ თვითმმართველობები არ არის მაშინ სწორედ მაშინ წარმოიდგინეთ თვითონ თვითმმართველობებს პოლიცია ექვემდებარებოდა, ანუ ამხელა ძალაკი ქონდა პოლიციას? არა, თვითმმართველობას ექვემდებარებოდა ადგილობრივი პოლიცია. ხო, ანუ მაგას ვამბობ, გამოდის რომ გარკვეულწილად ამერიკული ტიპის. კი, ამერიკული შერიფების ტიპის ვარიანტი იყო. და კიდევ უამრავი შეცდომაც რა თქმა უნდა, ეხლა არ არის ისტორიას სწორად შეფასება სჭირდება, რა თქმა უნდა, თუმცა ეს პოზიტივზე გამახვილება ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იქიდან მაინც ვისაუბროთ. კარგი, მოდით ახლა ვისაუბროთ პოზიტივზე. დღევანდელი ეს გმირების მარში არის სწორედ აი ამის გამოძახილი, რომ ჩვენ უნდა დავაშენოთ თუნდაც არა მარტო ბრძოლაში, არამედ აი შრომაში და შრომის და პოლიტიკურ კულტურაში იმ სახელმწიფოზე შეგვიძლია დავაშენოთ, იმიტომ რომ გვაქვს ძალიან კარგი მაგალითი. და არ გვჭირდება სადღაც ამისი ტრანსფერი და სესხება საიდანაც, ხო? ამიტომ არის ეს მნიშვნელოვანი და ამიტომ გადაწყვიტეს, თუმცა ამას ქართული ოცნებაც იყენებს მათ შორის პირველი რესპუბლიკის თემებს, მათ შორის დღესაც ნახეთ განცხადებები, თუმცა უკვე შემოტრიალდა ეს ყველაფერი და დე ფაქტო პრემიერი კობახიძე შავი სარკესავით არის, ანუ გვასაღებენ იმას რაც არ ყოფილა. დღეს ოკუპაციის დღეს მისი შეფასებები ეხებოდა ევროკავშირის ელჩის კრიტიკას, მათ შორის ლანძღვას, სადაც გამოაცხადა, რომ გლობალური ომის პარტიის თუ Deep State-ის წარმომადგენელია საქართველოს ევროკავშირის ელჩი დღეს. იმ დღეს როცა არის ძალადობის წამახალისებელი. იმ დღეს როცა არის საბჭოთა ოკუპაციის დღე და საერთოდ არ უხსენებიათ რუსეთი. რა თქმა უნდა ეს სენსიტიური, თუმცა გადავიდეთ პოზიტიურ ნაწილზე. რა არის დღეს ჩვენი ძლიერი მხარე? გეოპოლიტიკურ სიტუაციას თავი დავანებოთ, იმიტომ რომ იცვლება გეოპოლიტიკური სიტუაცია. ტრამპის პოლიტიკაც არავინ იცის საერთოდ, რანაირად დასრულდება საერთოდ ეს უკრაინის ზავი იქნება თუ არ იქნება და როგორი იქნება. არავინ იცის რუსეთთან შეთანხმდებიან თუ არა და თუ არ შეთანხმდებიან მაგალითად და ამის ბევრი შესაძლებლობა არსებობს. სრულიად სხვა გაცილებით პროაგრესიული პოლიტიკა შეიძლება კონდეს ტრამპს და დაანონსებულიც კი აქვს, მაგრამ ჩვენ როგორც ერს
იმიტომ რომ ეს ერი გაცილებით უფრო ძლიერი არის ეხლა, იმიტომ რომ სახელმწიფო გვაქვს შედარებით იმ სამწლიანი სახელმწიფოსგან. რით ვართ უფრო დღეს მყარი და სად უნდა ყურადღება გავამახვილოთ, რომ რის მეშვეობით უნდა გავიმარჯვოთ ამ ბრძოლაში? პლუსები რა თქმა უნდა და ის ჩვენი ძლიერი მხარეები არის 90-მე დღე უწყვეტი აქცია სიცივეში, ყინვაში და არა ნორმალური დაშინებით პირველი 10 დღეზე მეტ სადღაც 2 კვირა ხალხის ფიზიკური დასახიჩრებით, ცემით, გატაცებით და შემდეგ დღეს უკვე საოცრად არაპროპორციული ჯარიმებით, ანუ ეს 5000 ლარიანი ჯარიმებით და ის ხალხი, რომელიც არ გაჩერდება, ის ხალხი, რომელიც შეიძლება ქუჩაში არ დგას, თუმცა ხედავს ყველაფერს და განიცდის ამ ყველაფერს და არ უნდა დიქტატურაში ცხოვრება, არ უნდა რეჟიმის ქვეშ ცხოვრება, არ უნდა რუსეთში დაბრუნება. ეს ხალხი არის გაცილებით მეტი, ვიდრე ის დაწერილი შავი წერტილები და ის ზოგი მოსყიდვით, ზოგი დაშინებით, ზოგი intimidation, ასე ვთქვათ, რაც არის სიტყვა, ანუ იძულებთ, ანუ შერცხვენით და ასე შემდეგ და ანუ ჩვენი დღეს ყველაზე ძლიერი მხარე არის ჩვენი საზოგადოება, ვართ ჩვენ ხალხი, გაერთიანებული საზოგადოება, რომელსაც ძალიან კარგად ახსოვს საკუთარი ისტორია, ახსოვს რეალურად ვინ არის ჩვენი სუვერენიტეტის კარგი სიტყვა ხშირად ვიყენებთ. მტერი, დამოუკიდებლობის მტერი, სად არის ჩვენი ისტორიული მიზანი და სურვილი ჩვენი ქვეყნის და ამიტომ სწორედ საზოგადოება იბრძვის და დღეს ბრძოლა და ეს ბრძოლა ამას ახასიათებს. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის. შეხვდებით შემდეგ კვირაში. მადლობა.